ტაქტიკა 3-4-3. კარში დავაყენებდი ბუფონს, იმიტომ რომ პირველ რიგში დღემდე თამაშობს და ძალიან მომწონს. იუვენტუსის ფანი არ ვარ, მაგრამ მისი სეივებით და მსოფლიო ჩემპიონატის მოგებით და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩემთვის პირველი მეკარეა. ცენტრალური მცველი მალდინი, ბევრს აღარ ვილაპარაკი მალდინიზე. მარცხენა მცველი რობერტო კარლოსი, ერთ-ერთი საუკეთესო მარცხენა მცველი, როგორც ჩემტევი, ასევე დაცვაში, ძალიან მომწონს. მარჯვენა ფლანგზე კაფუ, ბრაზილიაც ჩემი საყვარელი ნაკრებია, აქედან გამომდინარე, ჩემთვის მაგაზე საუკეთესო ჯერჯერობით არავინ არ არის. თაღდანი ნახევარმცველი პირლო, იმიტომ რომ ერთ-ერთი დადებითი თვისება პასები, ბურთის დაჭერა, კონტროლი. მარცხენა ნახევარმცველი ინიესტა. ინიესტასაც იგივე თვისებებს დავახასიათებდი, ინიესტასი ბურთის კონტროლი, პასები, დრიბლინგი და ასე შემდეგ. ძალიან მომწონს. მარჯვენა ნახევარმცველი ფორმალურად რონალდინიო, იმიტომ რომ ჩემთვის ეგ რონალდინიო არის ყველაზე მაგარი ფეხბურთელი ყველა დროის ჩემთვის, ტექნიკით და მაგიური თამაშით. გამთამაშებლად დავაყენებდი ზიდანს, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ძალიან ტექნიკური ფეხბურთელი, ერთ-ერთი დახვეწილი მოძრაობები ჰქონდა ფეხბურთში, რაც რა თქმა უნდა ყველასთვის მოსაწონია და ძალიან ჭკვიანი ფეხბურთელი. მარცხენა თავდამსხმელი მესი დღესდღეობით საუკეთესოა, რა თქმა უნდა, და ალბათ ჩემთვის არ არის რონალდინიო, ჩემთვის ყველაზე საყვარელი ფეხბურთელია, მაგრამ მესის ვაღიარებ და რა თქმა უნდა ყველაზე მაგარია. მარჯვენა თავდამსხმელად დავაყენებდი რივალდოს. რივალდო ბავშვობიდან ძალიან მომწონდა, ბრაზილიის ნაკრებიდანაც, ბარსელონაში რა თქმა უნდა ლიდერი იყო სანამ რონალდინიო და მესი გამოჩნდებოდა, ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი არის ჩემთვის, რონალდინიოს შემდეგ მოკლედ ესეთი. და ცენტრალური თავდამსხმელი რონალდო, კრისტიანო რონალდო არა, მეორე. კიჭა რონალდოს დავაყენებდი ცენტრალურ ფორვარდად. რა თქმა უნდა, ტრავმების გამო ის შესაძლებლობები ვერ გამოავლინა, მაგრამ რა თქმა უნდა ძალიან მაგარი ფეხბურთელი არის. მწვრთნელი იმდენი ბარსელონელი მყავს გუნდში, რომ პეპ გვარდიოლას ავირჩევდი.